ძმანო უკვე თუ ვინმე დაეპყრას კაცი, რომელსამე ბრალს, აქ ჩამოთვლილია როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და ამ დროს შენ პავლე მოციქულის ამ სიტყვებით გაგიჩნდა აზრი, რომ აბა დააკვირდე როგორ ცხოვრობენ ეგენი და ამ დროს პავლე მოციქული იმ წამსვე ვექტორს გიტრიალებს და გეუბნება, ძმაო, თუ ვინმე დაეპყრას კაცი, რომელსამე ბრალს, ანუ ვინც აი ცუდ რაღაცებს აკეთებს, ან ასე ცხოვრობს, თქვენ სულიერთა მაგათ, ანუ სულიერი ხარ, იმიტომ რომ განკითხვის უფლებას აძლევ საკუთარ თავს, განჯის უფლებას აძლევ, დაინახე რომ ის არასწორად იქცევა. ესე იგი სულიერი ხარ, ხო? მაშინ გეუბნება სულიერთა მაგათ დაამტკიცეთ ეგევით არ იგი სულითა მშვიდობისათა, ანუ სიმშვიდით, მშვიდობით, შესაბამისად სიყვარულით, სიმდაბლით და მორჩილებით განამტკიცე ეს ადამიანი, დაეხმარე ადამიანს, კი არ განეკითხო, განაჩენი კი არ გამოუტანო, პირიქით გვერდში ამოუდექი. ეგზალე თავსა შენ თავს კიდე გაუფრთხილი ამას ნიშნავს ეგზალე თავსა შენსა ნუ უკვე შენსა განიცადო ამიტომ რომ როგორც კი სხვას განეკითხავ გახსოვთ უფლის სიტყვები რასაზომითა სხვას გაზომავ იმსაზომით გაიზომები აღმოაჩენ რომ შენი თავი გვერდზე დაგრჩება და იგივე ცოდვაში ხარ ურთიერთარ სიმძიმე იტვირთეთ ეს ცნობილი სიტყვები ურთიერთარ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ ჯული ქრისტესი დიდება ჩვენს უფალს ამინ